აგვისტოს ომის 17 წლის თავთან დაკავშირებით მოქალაქეები გმირთა მოედანზე მემორიალთან შეიკრიბნენ. მათ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვიანებით კი მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს. ჩვენ არ ვართ მშვიდობის კუნძული, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს. დღეს ვართ ომის კუნძული მშვიდობიან რეგიონში, რადგან აქ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი. მშვიდობა კი პირიქით ჩვენს მეზობლებში იკიდებს ფეხს, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მან დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. 17 წლის წინ საქართველოზე თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიული პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო. უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია კი ამ პოლიტიკის გაგრძელება, აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 17 წლის თავთან დაკავშირებით. თეთრ სახლში დაგეგმილი სამიტი სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლის, წერს გამოცემა კიუვ-პოსტი ხვალინდელი შეხვედრის წინ. გამოცემა წერს, რომ შეთანხმება, რომელსაც ფაშინიანი და ალიევი ტრამპის შუამავლობით გააფორმებენ, ამერიკას ცენტრალურ მოთამაშედ აქცევს რეგიონში, რომელშიც დიდი ხანია რუსეთი და ირანი დომინირებენ. ამ წუთებში ქართული ოცნება თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მათ თბილისის მერობის კანდიდატად უკვე მესამედ დაასახელეს კახა კალაძე.